12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე და ყოვლა წმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილვდომილობის დღესასწაული აღინიშნება. სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღვლენილ საზეიმო წირვაზე შედგა ახლად არჩეული უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმა-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო მესამის აღსაყდრება. საქართველოს ეკლესიის მეთაური, როდესაც ტაძარში მიბრძანდა წმინდა სინოდის წევრები, სხვა სასულიერო პირები და მრევლის წევრები შეეგებნენ. ახლად არჩეულმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა პატრიარქის რანგში პირველი სადღესასწაულო წირვა აღავლინა. თანამსახურებდნენ მღვდელმთავრები და სხვა სასულიერო პირები. საზეიმო ლიტურგიის დროს თავდაპირველად ახლად არჩეულ კათოლიკოს პატრიარქს გადაეცა კვერთხი, ჯვარი და 2 პანაღია. შემდეგ კი უბოძოს უძველესი საპატრიარქო მიტრა. ინტრონიზაციის დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მეთაურს კუნკულ ბარტყული გადაეცა. დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა. ინტრონიზაციას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. უწმინდესო და უნეტარესო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქო, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსო, ბიჭვინთისა და ცხუმა-აფხაზეთის მიტროპოლიტო, დიდო მეუფე, მამაო ჩვენო, შიო, ყოვლად სამღვდელონო მეუფენო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, ბატონებო და ქალბატონებო, დღეს საქართველოს ღვთივკურთხეული 2000 სლოვანი ივერიის ეკლესია აღსებულია განსაკუთრებული სიხარულით. იგი ზეიმობს საქართველოს საპატრიარქო ტახტზე ახალი საჭედრობელის აღსაყდრებას. საჭედრობელი ეკლესიის არის განსაკუთრებული შუამავალი შორის ღვთისა და ერისა. განსაკუთრებულია ის მადლი, რომლითაც ერი უკავშირდება ეკლესიის მეთაურის საშუალებით. ნეტარხსენებული კათოლიკოს პატრიარქის აღსრულების შემდგომ დღეს კვლავ აღდგა უფალთან ჩვენი ერის მადლის მიერი გამორჩეული მამამთავრული შუამავლობით გამოწვეული სინერგიული კავშირი. უფალთან მტკიცე და სისხორცეულმა კავშირმა გადაგვარჩინა და მოგვიყვანა დღემდე. ამ კავშირის შენარჩუნება, გამტკიცება და სრულყოფა მუდამ იყო და იქნება უმთავრესი საზრუნავი ყოველთა მართლმადიდებელთა. ნახევარი საუკუნის წინ ჩვენ საზოგადოებაში განადგურების პირას იყო მისული არა მარტო სინერგიული ცხოვრების წესი, არამედ თავად ამ კავშირის მნიშვნელობის გაცნობიერების უნარი. სწორედ ამ დროს მოულინა უფალმა საქართველოს მწყემსი კეთილი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი ილია, რომელმაც ფაქტობრივად არა მარტო აღადგინა უფალთან გაწყვეტილი სინერგიული კავშირი, არამედ სრულყოფის მაღალ საფეხურზე აიყვანა იგი. უწმინდესის გარდაცვალების შემდეგ ჩვენ ვიხილეთ ღვთისა და მოყვასისადმი ჭეშმარიტი რწმენით და სიყვარულით აღსავსე ერთობა ჩვენი ერისა. ასევე ჩვენ ვიხილეთ სიმწიფე და ერთსულოვნება სასულიერო დასისა და განსაკუთრებით წმინდა სინოდის მღვდელმთავართა მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, წმინდა სინოდის წევრებმა შევინარჩუნეთ ურთიერთ პატივისცემა და სიყვარული.
უწმინდესი ილია მეორის სულიერ შვილებს გვმართებს გავაგრძელოთ მის მიერ გაკვალულ სამეუფო გზაზე ერთობით ცვლილობა. ახლად ნაკურთხმა ეკლესიის საჭეტრობელმა შიო მესამემ 9 წლის განმავლობაში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ ყოფნისას გამოავლინა ის თვისებები, რომელიც აუცილებელია ჩვენი დიდი მამის მიერ დატოვებული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და გამტკიცებისათვის. უპირველესად ეს გახლავთ მის პიროვნებაში არსებული სულიერებისა და ინტელექტის ჰარმონიული თანაარსებობა, ერთი მხრივ ლოცვისა და ასკეტიზმის სიყვარული, ხოლო მეორე მხრივ ანალიტიკური აზროვნებისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის მაღალი კულტურა. არ არის შემთხვევით ის, რომ ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით აღდგომიდან მეხუთე სამარიტელის შვიდეულში. ამ პერიოდში ეკლესია ჩვენ ყურადღებას ამახვილებს სულიერებისა და ინტელექტის ერთიანობის აუცილებლობაზე. სამარიტელ დედაკაცთან საუბრისას უფალი ბრძანებს სულ არს ღმერთი და თაყვანისმცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანაც თაყვანისცემა. შემთხვევითი არც ისაა, რომ ღვთის განგებით ახალი პატრიარქის კურთხევა დაემთხვა 12 მაისს ღვთისმშობლის წილღთობილობისა და საქართველოში აწყურის ხელთუქმნელი ხატით ანდრია პირველწოდებულის შემობრძანების დღესასწაულს. ეს გახლავთ აშკარა ნიშანი იმისა, რომ ახალ პატრიარქს ექნება განსაკუთრებული მფარველობა ღვთის დედისა და ღვთისმშობლის მისი სასწაულთ მოქმედი ხატისა და ანდრია მოციქულის მადლი და შეწევნა არ მოკლებოდეს ეკლესიის ახალ მეთაურს მის მეტად საპატიო, მაგრამ ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობის მქონებს მსახურებაში. დღევანდელი დღეს მნიშვნელობა კიდევ იმით არის გამორჩეული, რომ წელს 12 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იწყებს ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღნიშვნას. პირველ საუკუნეში დაწყებული ქართველი ხალხის გაქრისტიანების პროცესი დაგვირგვინდა მეოთხე საუკუნის დასაწყისში 326 წელს. ეს ნიშნავდა ჩვენი ერის ხელახლა სულიერ დაბადებას, ანუ აღდგომას. უწმინდესი ილია მეორის ეპოქაში ჩვენ კვლავ ვიხილეთ აწუկე ერის მეორედ მოქცევის სასწაული, ანუ კიდევ ერთხელ ჩვენი ხალხის სულიერი აღდგომა. დღევანდელი დღე არის გამაერთიანებელი ღვთისაგან ჩვენი ერისათვის მონიჭებული ამ ორი უდიდესი წყალობისა. დღევანდელ დღეს ახალი პატრიარქის კურთხევა სწორედ იმაზე მიგვანიშნებს, რომ ივერია აგრძელებს თავისი დანიშნულების აღსრულებას, ვიდრე მეორედ მოსვლამდე შეურყვნელად დაიცვას მადლი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა. ყოვლადწმინდაო სამებაო, მამაო, ძეო და სულო წმინდაო, დიდება და მადლობა შენ და ყოვლისავეთვის, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, ფარველო ერისა ჩვენისაო, გადიდებ და გმადლობ ჩვენდამი დედობრივი მზრუნველობისა და სიყვარულისათვის. უფალო შეწევნითა შენითა და დედისა შენისათა დღეს ერი ივერიისა ხარობს და ზეიმობს საქართველოს ეკლესიის 142 საჭეტრობელის აღსაყდრებას. პატიოსანო და ცხოველსყოფელო ჯვარო უფლისაო, შემუსრველო ეშმაკთაო, ქერუბიმნო, სერაბიმნო, მთავარანგელოზნო და ყოველნო ზეცისა ძალნო, ყოველნო სიწმინდენო საქართველოს ეკლესიისანო, ყვართო უფლისაო და სვეტო ცხოველსყოფელო, სამსჭვალო მაცხოვრისაო და ყვართო ღვთისმშობლისაო, ხატნო ზეციერისა დედოფლისანო, აწყურისა და ივერიისაო, ხალენო ილია თესბიტელისა და ჯვარო ვაზისაო და ყოველნო სიწმინდენო ჩვენი ეკლესიისანო, მადლითა და მეოხებითა თქვენითა მოგვანიჭეთ ძალა მადლიერებისა, რამე თუ დღეინდელსა ამას დღესა ღვთივკურთხეული და 200 სლოვანი ივერიის ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე
საბრძანდა უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფე მამაი ჩვენი შიო მესამე ამინ ამინ იყავ ეს იმიტომ ვთქვი რომ ეს არის ზუსტი გამგზელებელი და ილია სულით არის ილია სულით ყოველად სამდელონო დემთავარნო პირველ რიგში სანამ მე ჩემს სიტყვას ვიტყვი სამადლობელს მინდა მეუფე დანიელს დიდი მადლობა გადაუხადო თბილისის სიტყვებისთვის და დალოცვისთვის მეუფე შემთხვევით არ არის რომ თქვენ ილია მეორე ახსენეთ სიტყვის დასასრულს ესეთი სიტყვით და სიყვარულით მისი უწმინდესობა და უნეტარესობა კათოლიკოს პატრიარქი ილია და მე გამახსენდა ცნობილი ისტორია, როდესაც წინასწარმეტყველი ილია ზეცად ამაღლდა ჩვენ ვიმყოფებით იმ წმინდა ადგილას, სადაც დაფლულია ხალენი მისი თქვენ ახსენეთ თქვენ სიტყვაში თქვენო მეუფებავ და შემთხვევითი არ არის თქვენ რომ ეს თქვით თქვენო მეუფებავ, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვართ მისი ოჯახი, ის მამა იყო ჩვენი დიდი და ჩვენი ვალია მართლაც როგორც თქვენ ბრძანეთ, გავაგრძელოთ ეს მისი დიდი საქმე. და აი ამასთან დაკავშირებით გამახსენდა ელისე წინასწარმეტყველის ამბავი. როთხოვდა უფალს, რომ რჩობლი მადლი მიეცა მისთვის. ილია წინასწარმეტყველის რჩობლი მადლი. და აი წმინდა იოანე ოქროპირი წერს, რომ ელისე წინასწარმეტყველს ეწოდებაო რჩობლი ილია. ესეთი საოცარი შედარება მოყავს. საოცარ სახელს უწოდებს. რჩობლი ილია. იმიტომ რომ ისო ევედრებოდაო, რომ რჩობლი მადლი მიიღო ვიდრე ილია წინასწარმეტყველს. მაგრამო ამას იმიტომ კი არ ევედრებოდაო, რომ უნდოდა რაიმეში გაჯიბრებოდა, ან ეჯობა, ან ილიაზე უკეთესი ყოფილიყო. არა. არამედ იმიტომ ითხოვდა რჩობლ მადლს, რომ გრძნობდა, რომ ორმაგად და სამმაგად უფრო უძლურია ილიასთან შედარებით. აი სწორედ ამიტომ ითხოვდა რჩობლ მადლს. და ამიტომ ეწოდა მას რჩობლი ილია. და აი თქვენ რომ ახსენეთ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, მე ძალიან გამეხარდა, ვინაიდან ჩვენ სწორედ ყველამ უნდა ვითხოვოთ უფლისგან ეს რჩობლი მადლი, ვიდრე მას ქონდა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო ცხოვრება. ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონო დედაქალაქის მერო, ყველა სამღვდელონო, დემთავარნო, ღირსნო და პატიოსანო, მამანო, დედანო, ქრისტეს მიერ საყვარელნო, ძმანო და დანო. დიდია მადლი და წყალობა უფლისა. ამ ღვთივკურთხეულ დღეს აქ სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში თქვენს წინაშე მდგარი მადლობ და ვადიდებ უფალს. ამავდროულად კი მიპყრობს კრძალვა და სასოებით შევღაღადებ მას. მაუწყე მეუფალო გზა, რომელსაც ვიდოდი. სასოებ და მუხტს ვიყრი ყოვლად მოწყალე ღვთის წინაშე, რომლის განგებულებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდმა კრებამ დამადგინა ანდრია პირველწოდებულის მიერ საფუძველ დადებული უძველესი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქად. არავინ თავი თვისით მოიღის პატივი, არამედ რომელი წოდებულ არ ღმრთისა მიერ, ამბობს მოციქული პავლე. და მეც გამცდელი ამ პატივის სიდიადისა და სიმძიმისა, სრულად ვარ მინდობილი ყოვლადწმინდა სამებას, რადგან ამ ჯვრის ტვირთვა ღვთის შეწევნის გარეშე კაცთათვის შეუძლებელია. მაგრამ მანუგეშებს და მამხნევებს უფლის სიტყვები, არა დაგიტეო, არცა დაგაგდო შენ. 2000 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით გამოემართა საქართველოსკენ. რათა უფლის კვართის მფლობელი ერი ქრისტეს ნათელს ზიარებულიყო. სწორედ უფლის ცოცხალი სიტყვით პოვა ქართველმა ხალხმა თავისი ნამდვილი სახე და ჭეშმარიტი ბუნება. საუკუნეებია იღწვის იბრძვის
ნაწილებად იხლიჩება, მაგრამ მაინც ერთიანდება ჩვენი ქვეყანა. კარგავს ძვირფას მამულიშვილებს, მაგრამ კვლავ მრავლდება, ეცემა და ისევ ფეხზე დგება, რადგან მოციქულის ღვაწლით განათლებულმა თავის გულში ღრმად დაიმარხა უფლის სიტყვა და უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს. ქრისტიანობა ხომ მან საკუთარი იდენტობის, აზროვნების და თვითმყოფადობის ორიენტირად აქცია. სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენი ეკლესია საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხდომილობას აღნიშნავს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს განადიდებს და მასთან ერთად წმინდა მოციქულ ანდრიას განადიდებს. ასეთ წუთებში განსაკუთრებით ვსასვევებთ მათ და ვლოცულობთ, რომ უფლის დედის წილხდომილობა და მადლი მაცხოვრის მიერ პირველ წოდებული მოწაფის სიტყვის ძალა არასდროს მოκლებოდეს ჩვენს ერს და ეკლესიას. 1700 წლის წინ ჩვენმა ერმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა და ამ დღიდან მოყოლებული ეკლესია იქცა ერთობის, თვითმყოფადობის, სულიერი და სახელმწიფოებრივი ცნობიერების ბურჯად. თანამედროვე ცხოვრება ახალი სირთულეების წინაშე გვაყენებს. ადამიანთა გულები გაუცხოვებული და გაციებულია. ათასგვარი საცდური ანაცვლებს რწმენას, ზნეობრივ ფასეულობებს, ოჯახს და საყვარელ ადამიანებს. ამიტომ ერთიორად მძიმეა ეკლესიის წყემსთავრობის ტვირთი. რთულია სარწმუნო და გონიერი მონის მსგავსად ღირსეულად გაუმკლავდე ამასოფლის გამოწვევებს, მაგრამ აუცილებელია მეტი ძალისხმევა და ღვაწლი ქრისტეს რწმენის საქადაგებლად, მისი ცოცხალი სიტყვის ადამიანთა გულებამდე მისატანად. ამიტომ გმართებს თანაბრად გავიზიაროთ ხალხის სიხარულიც და ტკივილიც, ვემსახუროთ და საყრდენად ვექცეთ მათ, რადგან ეკლესიის ძალა მხოლოდ სიტყვაში არ არის, მისი მოწოდება ქრისტეს მიერ სიყვარულსა და ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვაშია. საჭიროა ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას, მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დაუცდით მოყვასის მოსვლას. ტაძრის კედლებს მიღმაც შევეკბოთ ჩვენ სულიერ შვილებს, რომლებიც ვინიცის უძღებ შვილთა მსგავსად ვერ ბედავენ ჩვენამდე მოსვლას. სწორედ ამ მსახურებაში გამოიწრთობა ჩვენი სული, ჩვენი მოწოდება, რადგან გვასწავლის უფალი, რომელსა უნდეს თქვენ შორის დიდყოფა იყოს თქვენ და მსახური. ქვეყნის ხვალინდელი დღე და ჩვენი შვილები არიან მომავალი ჩვენი. ისინი ყოველდღიურად გვაკვირდებიან, გვისმენენ, სწავლობენ ჩვენგან, ხშირად ცხოვრების განსხვავებულ გზებს ირჩევენ, მაგრამ მაინც შვილებად რჩებიან. სწორედ მას სჭირდებათ ყველაზე მეტად ჩვენი სიყვარული, ზრუნვა და თანადგომა. მათში უნდა განმტკიცდეს ქრისტეს რწმენა, ეროვნული ფასეულობები, ტრადიციებისადმი პატივისცემა, პასუხისმგებლობის განცდა ერისა და ეკლესიის წინაშე. ეს კი ისევ და ისევ ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ისევ უნდა ვიცხოვროთ და ვიშრომოთ, რომ მათთვის ღირსეულ მაგალითად ვიქცეთ, რათა მომავალში ერთსულოვანი, მორწმუნე, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით გამშვალული მოქალაქეები ყავდეს ჩვენს ქვეყანას. აუცილებელია განათლება, საზოგადოებრივი ცხოვრება და ყოველდღიური საქმიანობა დაფუძნებული იყოს არა მხოლოდ ლიტონ ცოდნაზე, არამედ ქრისტეს მიერ სიყვარულსა და სულიერ ფასეულობებზე, რათა როგორც გვასწავლის წმინდა წერილი, ყოველნი ერთ იყვნენ. სწორედ ეს არის მოციქულებრივი გზის ერთგულება და სიყვარულზე დაფუძნებული მსახურება, რომლის აღსრულებაც ევალება ეკლესიის წყემსთავარს. ამიტომ დღეს დიდი მოციქულებრივი და სულიერი მემკვიდრეობის წინ მდგარი, შვილებრივი სიყვარულით ვიყრი მუხს ჩემს წინამორბედ დიდ კათოლიკოს პატრიარქთა ღვაწლის წინაშე და შევთხოვ მათ ნეტარ სულებს, მომცენ ძალა და შეწევნა, რათა მათ მსგავსად, როგორც კეთილმა მწყემსმა შევძლო, სული დავდო ცხოვართა ჩემთათვის და მორჩილად ვზიდო პატრიარქობის მძიმე ჯვარი, როგორც უღელი ტკბილი და ტვირთი მსუბუქი. ამ წუთებში განსაკუთრებით ვგრძნობ, რაოდენ ეკლიანი და რთული იყო ჩვენი დიდი სულიერი მამის, კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მწყემს მთავრობის გზა. როგორც მორჩილ და მოყვარულ შვილებს, გმართებს, მოუფრთხილდეთ მის სულიერ მემკვიდრეობას და გავაგრძელოთ მისი გზა, გზა ღმერთის, სამშობლოს და ადამიანის მსახურებისა. ერთგულებით ვიშრომოთ ეკლესიისა და რწმენის განსამტკიცებლად, ხალხში სიყვარულის გასამრავლებლად
ერთობის და მშვიდობის დასამკვიდრებლად. დღეს თქვენს წინაშე მდგარი კიდევ ერთხელ ვიხსენებ ჩვენი ეკლესიის და ერის ღვთივკურთხეულ წარსულს, მის მფარველ წმინდანებს, გმირ წინაპრებს, წმინდა მეფე დედოფლებს და კიდევ უფრო ძალუმად მიპყრობს ჩემი სიმწირის და ადამიანური უძლურების განცდა. შეუძლებელია უფლის განზრახვის ამოცნობა და განგებულების ამოცნობა და პასუხის მოძიება კითხვაზე, თუ რატომ დაუშვა ღმერთმა, რატომ ინება ასეთი დიდი მადლის და მსახურების ტვირთვა ჩემზე. თუმცა კი გაცნობიერებული მაქვს მისი პატივიც, სიდიადეც და სიმძიმეც. ვსასოებ ყოვლად მოწყალე უფალს, ყოვლად წმინდა ღვთისმშობელს, წმინდა ანდრია მოციქულს და მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდათა დასს, ღირს შიომ ღიმელს, ღირს ალექსის ენაკელს შუშანიას. მადლობ მათ და ვთხოვ შეწევნას და კურთხევას კათოლიკოს პატრიარქობის ურთულეს გზაზე. მადლობას ვუხდი საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის გვემთავრებს, ჩემდამი გამოვლენილი, ესოდენ დიდი ნდობისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გითხრათ თქვენ, ჩვენ საყვარელ ხალხს, ჩვენს მრევლს, ამ რთულ დღეებსა და წუთებში ლოცვისა და თანადგომისთვის. მადლობა მინდა უთხრა ასევე ჩვენს საამაყო, როგორც იტყოდა და მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, საამაყო სამღვდელოებას და საამაყო სამონაზვნო დასს, ლოცვებისთვის და თანადგომისთვის და სიყვარულისთვის. გთხოვთ ილოცეთ ჩემთვის, ილოცეთ ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის, რადგან თქვენი ლოცვა მომცემს ძალას, ერთგულებით და თავმდაბლობით ვემსახურო მართლმადიდებელ ეკლესიას და ღვთივკურთხეულ ქართველ ერს. და ეს სიყვარულით და რწმენით განმტკიცებულნი ერთობით ვადიდებდეთ უფალს და ვიყოთ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს. ამინ. ქრისტე აღდგა. დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ. სასულიერო პირმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა. დღეს არის ისტორიული დღე, დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში პირველად ხდება კათოლიკოს პატრიარქის არჩევა. ჩვენ ვნახეთ, როგორი ამაღლებული იყო არჩევნების დღეც, დღევანდელი მსახურებაც პატრიარქის ინტრონიზაციისა იყო ძალიან ამაღლებული. ძალიან გვახარებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი წყდებოდა და დაძაბულობაც საზოგადოებაშიც იგრძნობოდა, როგორც არაერთხელ გავაცხადეთ აქამდე, სინოდის ერთსულოვნება თვალსაჩინო გახდა ყველასთვის. სინოდის მონდომება, რომ ეკლესია ერთიანობას ინარჩუნებდეს, ყველაზე რთულ პერიოდშიც კი ეს არის სამაგალითო მთელი ერისათვის. არჩევნები იქნება ეს თუ სხვა რაიმე აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება კამათი, მაგრამ ზღვარი აქვს ყველა კამათს, ზღვარი აქვს ყველა გამონათქვამს და თუ კი არსებობს ერთობის გრძნობა, ერთობის განწყობა და შესაძლებლობა ადამიანს თუ შერჩა შიგნით, რომ ერთობისათვის რაიმე თავისი წვლილი ჩადოს, აი ეს ერთობა შემდგომში მსგავსი შედეგი მოაქვს, რაც დღეს მოიტანა, გუშინ მოიტანა არჩევნება და დღეს. დღეს ყველა ეპისკოპოსი ულოცავს კათოლიკოს პატრიარქს ინტრონიზაციის დღეს. დღეს ყველა საპატრიარქო კანდიდატი და მათი მომხრეებიც არიან ერთსულოვნები და სიხარულით აღსავსენი და მე მინდა ერთი დეტალი გითხრათ, როდესაც ჩვენ მუშაობდით დაორგანიზებაზე, ერთად მუშაობდით ეს ჯგუფები, სხვადასხვა კათოლიკოს პატრიარქობის სხვადასხვა კანდიდატების ჯგუფები ერთად მუშაობდით, რომ ყოფილიყო ყველაფერი ისეთი, რომელიც იქნებოდა სანიმუშო, როგორც ეკლესიებისთვის, ასევე ერის ხალხისთვის. პირველი ნაბიჯი, რასაც ელოდებით ახალი პატრიარქი. პირველი ნაბიჯი იქნება სტუმრების მიღება, რომლებიც ვფიქრობ 17 მაისისთვის მოახერხებენ ჩამოსვლას. ჩვენ დღეს და ხვალ ყველა ეკლესიას ჩვენ გაუგზავნით მოწვევას
და შემდგომში გვეცოდინება უკვე ვინ როგორ გამოგვეხმაურება. ეკლესიაში იგულისხმება მაგალითად ჩრდილოელი მეზობლის ეკლესია? რა თქმა უნდა, ყველა ეკლესია, ჩრდილოელი მეზობლის სახელი ქვია, ხო, რუსეთის ეკლესია. რა თქმა უნდა. ყველას გაუგზავნით. ყველას. ჯერ არ არის გაგზავნილი. პროტოკოლით რამდენი დღით ადრე შეიძლება გაგზავნოს? შეიძლება იმ დღესვე გაგზავნა და მეორე დღესაც გაგზავნა და ჩვენ გავაგზავნო. კი ჩამოგზადება საქართველოს. ვინ იცის, ვერ გეტყვით. არ არის გამორიცხული. ჩვენ თუ არ როგორ 17 მაისს შეიძლება სხვადასხვა ქვეყნის პატრიარქებთან ერთად ვიყიდოთ. არ ვიცი ამას როგორ გადაწყვეტენ პატრიარქები. მამა ანდრია იცით რა და დავაწყოთ? შეწყალებაზეც ვკითხავთ. ხო თქვი დილას. დილას ხო თქვი რამდენი შეიძლება ახლა? დაემატა განცხადებები. რა განცხადებები? პირობიდან ასევე მამუკამდინარე მე ახალი არაფერი მაქვს სათქმელი, ანუ ჩვენ რამდენჯერმე ხო მივმართეთ, რომ თუ შესაძლებელი იქნებოდა სუბუქი დანაშაულის მქონე პატიმრებისთვის რაღაცა სხვანაირად განემარტათ მათი ბრალი და თუ შესაძლებელი იყო შეემსუბუქებინათ, ეს რამდენჯერმე ქონდა ამაზე საუბარი და არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ ქონდეს ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ეს ხალხი არ არის უცხო ჩვენთვის, არც ეკლესიისთვის და არც ზოგ შემთხვევაში პირადი ურთიერთობაც გვაქვს. პოლიტიკურად გაფრეჭილი არის საზოგადოება ორ ნაწილად, ეს იქნება თუ რა თქვენი დაგმარებით შერიგების მცდელობა. ჩვენ შევძლებთ შერიგებას აი ამ რთულ პერიოდში. შევძლებთ შერიგებას, როდესაც მთელი ერი იქნება საფრთხო მსახურებაში. როდესაც ყველა მოინდომებს, რომ საეკლესიო მსახურებაში და ღმერთის მსახურებაში ჩაერთოს. ტაძარში შეკრებილი სასულიერო და საერო პირები დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ. გილოცავთ დღევანდელ ღირსშესანიშნავ და არაჩვეულებრივ დღეს, იმიტომ რომ რაც შეეხება ემოციას, ეს ემოცია მარტო ჩემს მიერ კი არ გამოიხატება, არამედ ის სიხარული, რომელიც სუფევდა და ნებისმიერს რომ მკითხოთ, ვინც დაესწრო პატრიარქის აღსაყდრებას, ყველაფერი იქნება გასაგები. ძალიან დიდი სიხარული სუფევდა და ეს სიხარული არ არის მხოლოდ პატრიარქის აღსაყდრებასთან დაკავშირებული, არამედ ეს არის ის მისტიური კავშირი ზეცასთან, რომლითაც დღევანდელი დღე არის დაკურთხი. და მადლობთ ღმერთს ამისათვის. უსურვებთ ჩვენს კათოლიკოს პატრიარქ შიოს ღვთის შეწევნას, უსურვებთ ხნეობას, ჯანის სიმრთელეს და ყველა ერთად მისი წინამძღოლობით ვაკეთოთ ჩვენი საკეთებელი, ჩვენი ქვეყნის, ეკლესიისა და ერის სასიკეთოდ. ულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შიოს დღევანდელ დღესასწაულს ძალიან დიდი ზეიმია თითოეული ქართველისათვის და ულოცავ საქართველოს, რომ დღევანდელ დღიდან საქართველოს ყავს ახალი პატრიარქი და პატრიარქს უსურვებ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. დიდება და მადლობა უფალს ულოცავთ სრულიად საქართველოს და საქართველოს დედა ეკლესიას. ულოცავთ მის უწმინდესობას და უნეტარესობას. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ მიტროპოლიტ შიო მესამეს, მრავალჟამიერ, მრავალსაწელსა თქვენო მეუფებავ, ულოცავ მთელ კაცობრიობას, დიდება ღმერთს. სრულიად საქართველოს ულოცავ უწმინდესი და უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შიო მესამის ანდრია პირველწოდებულის წმინდა კათედრაზე აღსადრებას. ეს არის ისტორიული დღე, ისტორიული მომენტი, რომელიც იშვიათია ერისთვის და ყველას გვიხარია, რომ ვართ ამ მომენტის მოწმე. მე მინდა უსურვო მის უწმინდესობას და უნიტარესობას, რომ ის საქმე, რომელიც ჩვენმა წმინდა პატრიარქმა ილია მეორემ მისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით შეასრულა, ეს საქმე გაეგრძელებინოს. ჩვენ ვართ ბედნიერი, რომ ვართ ილია მეორეს პერიოდში დაბადებული, გაზრდილი, ეკლესიაში მისული ადამიანები, რომელმაც
იგრძნო ის სულიერი კავშირი, რომელიც ილია მეორემ დაამყარა თითოეულ ქრისტიან ქართველს შორის. და მნიშვნელოვანია ამ ღვაწლის გაგრძელება. ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ ვიწყებთ იმ წერტილიდან, სადაც ილია მეორემ სუდარა გადაფარებული ქართული ეკლესია კვლავ აღორძინა, გააცოცხლა. ჩვენ როგორც მარიული შეკვრა, ჩვენ ვართ მომენტში, როდესაც ილია მეორემ დასთესა და ჩვენ ვიმკით. და მნიშვნელოვანია, რომ გაუფრთხილდეთ ამ დანატოვარს. მეუფე შიო, რომელიც დღეს უკვე პატრიარქია, არის უღირსეულესი ადამიანი, ვინც კი იცნობს, ვინც არ იცნობს, ალბათ ამაში უკვე ყველა დარწმუნებული და ასეთი იყო ღვთისნება, ასეთი იყო მეუფეთა ნება და დღეს მართლაც ისტორიული დღეა, ვულოცავ მას და უსურვებ ბევრ წარმატებას, ჯანმრთელობას, რომ შეძლოს თავისი ამ უდიდესი პასუხისმგებლობით, და დაკისრებული მოვალეებსაც ღმერთმა და სინოდის წარმომადგენლებმა დააკისრეს და მართლაც ძალიან რთულია ილია მეორის მერე, უწმინდესობის მერე ამ დიდი ჯვრის, მძიმე ჯვრის ტარება, მაგრამ დარწმუნებული ვარ მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე ის ამას შეძლებს და იქნება გამორჩეული პატრიარქი და მე ვფიქრობ, რომ საქართველოში თავის სახელს, თავის სიტყვას დატოვებს, იტყვის ჩვენს ქვეყანაში და ერის და ხალხის კიდევ უფრო გაერთიანებაშიც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს. მინდა მიულოცოს სრულიად საქართველოს პატრიარქის აღსაღწრება, მთელიერიზე იმობს უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე, ჩვენი ბედნიერება სრულიად საქართველოსი და მე მჯერა რომ ასეთი ზეიმი და ასეთი ერთობა იქნება კიდე ერთი მტკიცებულება ჩვენი მომავალ საქართველოს გარწყინების და სოხუმში, ბიჭვინთაში, ახალ ათონზე ვიზეიმებ ერთიანი საქართველოს გარწყინებას და ულოცავ სრულიად საქართველოს ამ ბედნიერ და საოცრად დღეს. ულოცავ სრულიად საქართველოს უმნიშვნელოვანესი დღე არის დღეს. 50 წლის განმავლობაში არ ყოფილა ესეთი დღე. ძალიან ბევრი ქართველი დაბადებულიც კი არ იყო, როდესაც კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორის ინტრონიზაცია მოხდა და დღეს გვაქვს ბედნიერება, გვაქვს ღვთის მადლი, რომ ესეთ ლამაზ უმნიშვნელოვანეს დღეს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს ვესწრებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მისი უწმინდესობის და უნეტარესობის შიო მესამის ინტრონიზაციას გილოცავთ ყველას და მე პირადად ბედნიერი ვარ, რომ ამ დღეს დავესწარი. დღეს ისტორიული დღეა, ეპოქალური დღეა. ნახევარი საუკუნის მერე საქართველო კიდევ ირჩევს სულიერ საჭეთრობას. ამჯერად შიო მესამის სახით, რომელსაც ულოცავ და მასთან ულოცავ სრულიად საქართველოს ამ ღირსშესანიშნავ დღეს. როგორც გადმოცემით ვიცით, უმძიმესია ჯვარი პატრიარქისა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოსი, ბევრი მიზეზის გამო და ისედაც და ჩემი გულწრფელი სურვილია, რომ ახლად აღსავდრებელ პატრიარქ შიოს ყველანი დაუდგეთ გვერდში და ამ ჯვრის ზიდვაში მივეხმაროთ ის, რითაც ჩვენ შეგვიძლია. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია ისევ როგორც წინამორბედი პატრიარქების ხელში მოვიდა ღირსეულად, ზუსტად ასევე გაგრძელდება. ამჯერადაც რამე თუ ღირსეული კაცია ახალი პატრიარქი, ძალიან მოსიყვარულე, გულისხმიერი, ღვთისმიერი და კიდევ ერთხელ შევთხოვ და ვთხოვ ყველას, რომ გვერდში დაუდგეთ მაქსიმალურად. შევთხოვ უფალს დალოცოს მისი პატრიარქობა და სრულიად საქართველო მასთან ერთად. დღეს არის ნამდვილად ისტორიული დღე საქართველოსი, საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასვევით ჩაიწერება დღევანდელი დღე. მინდა ყველა ქართველს, ყველა მართლმადიდებელს მიულოცო პატრიარქის გამორჩევა, ბედნიერი ვარ და მადლობელი ვარ უფრის, რომ ამ ისტორიაში მიწევს მონაწილეობის მიღება. ეს არის შეულთა ხვედრი, მე ესე ვიტყოდი, რომ ამ ძვირფას დღეს დღევანდელ დღესთან ლამაზად დაემთხვა გილოცავთ მთელ საქართველოს, მთელ მართლმადიდებელ სამყაროს ულოცავთ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სცენების დღეს.
ღვთისმშობლის წილხვედრებას ულოცავ მთელ საქართველოს, ღმერთმა გაგვინათლოს ჩვენი უწმინდესის ილია მეორის სული და ვისურვებდი, რომ ის ლამაზად დაწყებული გზა გაგრძელებული იყოს. მრავალჟამიერ საქართველოს, სრულიად საქართველოს ულოცავ ახალი პატრიარქის გამორჩევას და მრავალჟამიერ ჩვენო უწმინდესო. მინდა დღევანდელი სიხარული მოგილოცოთ სრულიად საქართველოს. მინდა ულოცო შიოს გაპატრიარქება ჩვენს უწმინდეს და უნეტარს. ყველანი ვარ ძალიან ბედნიერები, რადგან ჩვენი შიო მესამე, რომელიც უფალმა გამოარჩია პატრიარქმა ილია მეორემ და ჯერა რომ იქნება იმდენად კარგი პიროვნება და იმდენად კარგი ადამიანი, მახსენდება პატრიკის სიტყვები, რომ საქართველო გამწყდება და მე ვფიქრობ დღეს გამწყდა საქართველო. მე ასე ვფიქრობ, რომ მიყვარს იმიტომ კი არა, მაშინ ვხედავ ძალიან დიდ პოტენციალს, ძალიან დიდ მომავალს. კიდევ ერთხელ ვულოცავ უწმინდეს და ყველა სრულიად საქართველოს გილოცავ თქვენ და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. და რაც გვიყვარს პატრიარქი და ჯერა დღეს საქართველო გამწყდა და ჯერა რომ დღეიდან იწყება ყველაფერი კარგი. ძალიან ბედნიერი დღეა. პირველად დავესწარი ჩემ ცხოვრებაში კათოლიკოს პატრიარქის კურთხევას, ძალიან უცნაური ცერემონიალია. მე გულწრფელად ულოცავ უწმინდეს და უნეტარეს შიოს, მინდა რომ იყოს ძალიან წარმატებული და ეს ძლიერი ეკლესია კიდევ უფრო გააძლიეროს, კიდევ უფრო შეკრას და ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოიზიდოს. აი ეს ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც იდგა უწმინდესის გაცილებისას, მინდა რომ მეუფე-შიოს გვერდით ვიხილო და იყოს წარმატებული ძალიან პატრიარქი. შეგახსენებთ, რომ 11 მაისს სამების საპატრიარქო ტაძარში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ 22 ხმა მოიპოვა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური გახდა უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე. საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების სახელით ვულოცავთ კიდევ ერთხელ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს აღსაყდრებას და ღვთისშეწევნასა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს ვუსურვებთ.